შენ სელფები გადაიღე? ნახე რა მაი ჰაპია გოგო. 100 კილო ვარ და გამომაჩინე მაინც ნაშა. არა კიდე არა. მიცა? ტიმოტე? გეყოფა. ახლა. შო, ვიწყებთ. დაიწყო გადაცემა. ძალიან დიდი ხანია დავიწყეთ. და ორი კითხვა დაგისვი უკვე და არ გამეცი პასუხი. მე მინდა შენ აღნიშნო მე რითი ვარ მოსული დღეს. ანუ შეგჭამეს და ჩაიცვა ფეხზე. ხალხო, ჩაიცვა? სასტუმროს ჩუსტი. სასტუმროს საიდან გაგამდიდრდი? ეხლა ხანს ჩამოვედი ვარძიიდან. ეხლა ზარა, წეღან. ორი წუთია რაც ჩამოვედი ვარძიიდან და იქიდან წამოვიღე. რა შებადი იქ? ტურისტები მყავდა და ძალიან კარგი იყო. მიყვარს ზოგადად იქ ყოფნა. აქ ვარძიას უყვები ხოლმე? კი. საინტერესო. I'm here uncle. ხმა. რა ქვია Lord of the Rings-ში რო არის დრაკონი მაგის ხუნაში. აუ, ყველა გაცივდა 22 კაცი მყავდა და დღეს როგორ ხელებით მოვდიოდით, იცი, სომხეთის საზღვარზე დავტოვე და ერთი სული მქონდა, როდის ჩავიდოდნენ. ყველა მოხუცი იყო, ხო? ხო, მოხუცები არიან. გოგო ეს არ გითხრეს თორე ახლა არის ენტეროვირუსი ძალიან მოდებული და თან ხველებასთან ერთად ისიც ეკნებოდათ. ხო და წინ აღამეს დავნია რაღაც არაყი, რომელმაც ჩამიწვა მთელი სხეული და მგონია რომ მაგისის მაგ კიდე გამოყოლილი რა ძალიან მტკივა ეხა აქ. ყელი? ხო. არ ვეწყობა ვაფშე. ხო, ნუ როგორ უნდა პროფესიონალი ვარ. რა შემეთყობა? როგორ უნდა მეტყობა და სყელის ტკივილი. მე კვილი მომძრო. და უნდა გამოიცნო რომელი უკვე ამოვაშენე, მაგრამ ყანყალებს. აი ეს. მართლა? კი! როგორ მიხვდი? ცოტა ყანყალებს ცოტა. გოგო კალციუმი დამაკლდა. მოკლედ ორსულობის მესამე ტრიმესტრში განსაკუთრებით გოგოებო დაგაკლებათ კალციუმი და რკინა და რკინა არ მაკლია. აი მიკვირს ძალიან არ მაკლია რკინა, მართან ვამაყობ. მაგრამ კალციუმი დამაკლდა და მაგრამ ეს კბილი მაინც მძვრება ხოლმე, იმიტომ რომ არის სარძევე და მომძრა. ანუ რამდენჯერ მოგძრო მანამდე? მე სამჯერ. სამჯერ მოგძრო. სამჯერ და ფული აღარ გამომართვა ჩემო სტომატოლოგმა, იმიტომ რომ ვინაინც იცის რომ კიდე მომძრება. ცოტა ყანყალებს. ამიტომ ამას ხეჭვისას აღარ ვიყრებ და სულ ეს ვარ. აქეთ ხარეს გაჭავსო. კი, დრო. დრო რას ხეჭავ ხოლმე? ეს რაზეც მოხდა, არის ხოლმე ძირითადად რა თქმა უნდა თონის პური. ანუ ეს სუსტად. და თავარი ახლა ამ კვირის სიახლე 32 კვირაში ვარ. გულძმარვა, ასართ არ ვიცოდი რა იყო და უცებ, გრძნობ, აქ რაღაცა არის, რაღაცა სიზღარი. ახაც ვითომ ბორჯომი არის აქო, ჩაგიწა ბორჯომი. ბორჯომს რატო დაეჯვა? ხო და ეს გრძნობა რა არის, მეთქი დედაჩემს ვურეკავ და უფ მაგიო სუმაქო. ჯერ გეგონება კაია. ხო და ეს ეგ არისო იჟოგა, ქართულად გულძმარვა და აბა გამოიცანი რატოა, რა იწევს? ბავშვი აბოყინებს მუცელში. ნუ. შეიძლება ეგეც, მაგრამ ქოჩორიო. ქოჩორი აქვს უკვე ბავშვს და ქოჩორი რო გაგშიგნით როგორია მუცელში ქოჩორი. თმა? ო! ქოჩორში რას გულის თმა? თმა აქ თავზე და მაგის გამოა გულძმარვაო. ვაიმე, როგორ უკვე თმიანია? ხო. და დედაშენს კიდე რატო აქვს? აუ მომკლავს ახლა. გამოსაყოლი იყო გოგო ეს. და მე პისო ყავს და რომ წარდება იმ პისოზე იყრეს ჯავს და ჩემ პისოს ქვია მიუ და დედაჩემი სახის მიო. გადიკატა. ჩემს არც დედაჩემს არ უყვარს. მარტო რო არიან უნდა დააკვირდა ჩუმჩუმად ეფერებებიან ხოლმე. ხო, ესე იგი ბავშვს აქვს ქოჩორი. ბავშვს აქვს ქოჩორი და ცირკმლის განვითარება დასრულდა. ორივე გავნუვითარდა? კი, მაგრამ ხა აწიველდობით ფილტვს. ხო და ფილტვი ვითარდება, ესე 38 კვირამდე წერთ გადაცემებს. მერე ვეღარ. ესე იგი, მე რა მაინტერესებს, თუ ბავშვი ნაადრევად დაიბადა, ფილტვი არ აქვს განვითარებული? არა, მაგით ტოვებენ ინკუბატორში და უყურებ მერე შუშაში. და მერე კაცმა არ იცის შენ ბავშვს გამოგატანენა, არა ძალიან არ იცნო. ხო, რა ვიცი. მეც პირველად შემიდა რომ ჩემი და 7 თვიანი დაიბადა რა. ხო და პირველად რომ მივედი, მითხრეს რომ ძალიან პატარა არისო და ეთყობა ძალიან ყავდათ გაკოჭილი და ეს უქონდა ლოყები და მეთქი რა გინდა მშვენიერი ზომის ბავშვია და მე მეორედ რომ მივედი უკვე დასაცმელი ეცვა. და მეგონა რომ სხვა ბავშვი შეცვალეს, რომ ეს ჯანსაღი ბავშვი. ზუსტად იცი ხარ იგივეა? ძალიან გავართ ერთმანეთს და შანსი არ არის. კი, მართლა გავა. აუ ძალიან საყვარელი დაყავს რომ ნახოთ. აი ამით დავიწყოთ თუ
ინტრიგნული. კაი ამბავი საქართველოსთან წარმოშობით საქართველოსთან არსებული სამჭირს. ერთი ყველაზე ქართველი ცნობილი დევნილი ადამიანი საქართველოსთან. ჯერჯერობით სანამ შენ თავისი ის ქონდა რა ქვია კამპანია დაიწყო გუჩიში ლაპარაკი დემნა გვასალიაზე და ისე 2 დღეა ხალხ მეტის თემა არ მაქვს ისე მიხარია ამასაც უგდებ ყველგან ვაშეარებ რომ ესე დემნა გუჩი is back ხალხო გუჩი დააბრუნა სად იყო გუჩი წარსული რაღაცა ძალიან ვერ ვლაპარაკობ და რა გვჭირს ის არაყი და ის მოხუცები რომლებიც დატოვა სომხეთის სასხარს ხო და მოკლედ ეს გუჩის უჭირდა თურმე მე მაგაც რო უჭირდა ჩვენს გუჩის უჭირდა რატო როგორც ჩვენ ეს ტაფი ხთურმე დოშირაკზე მოიხსენია მისავაკ გიშლით ვერ აიტანეს ეს ჩემით მისამაგრი გუჩის მოკლედ უჭირდა უკვე ესეც მოსაწყდა მოფამფალებული იყო დოშირაკზე სტუმარს მოკითხო ისე როგორ მოწონს დოშირაკი ხო და დოშირაკზე იყო გადასული ეს გუჩი და ბალენსიაგადან მოიწვიეს დემნა როგორც იცი როგორ არის დემნა ცნობილი ზოგადად როგორც აი რისკიანი ანუ სარისკო გადაწყვეტილებაა დემნას მოყვანა რა იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანია ვინც აძაგებს იმის გამო რომ მთელი მსოფლიო გაადებილა და სისულელეები ჩააცვა ქართველები თუ სხვაგანაც ქართველები ძირითადად უწარენ რომ დემნა წონას მიხედა და უცხოელებმა რაღაცა his a joke ეს არის ირონია კრისტობალ ბალენსიაგას ლეგიტიმაციას რას უკეთებს ანუ მართლა ეგ რო აქვს იმათ რა ქვია დარდად რომ კრისტობალ ბალენსიაგა კაცი რამდენი ხნის გახსნილია იმის ლეგიტიმაციას რას უშვება და მოვიდა ეს ბიჭი თან ნახე რა ქნა მილანის fashion week-ი წება ლონდონის მორჩა და ჩვეულებრივი ის კი არ გააკეთა პოდიუმის შოუ უბრალოდ გააკეთა ლუკბუქი ანუ გამოაქვეყნა ეს ფოტოები არქეტიპები შექმნა ადამიანების მაგალითად სექს ბომბა ინფლუენსერი სხვადასხვა ხალები რაღაცა მოხუცი ხალები რო არიან დივა სტილის ანუ და დაარქვა ამ მთლიან პორტფოლიოს ლა ფამილია ესე იგი ოჯახი იტალიური მილანური დევნილები არ არის წითელპომადიანი არა მაგრამ შეიძლება შენ გახდა ერთ-ერთი არქეტიპი იმიდან რა ქვია. ვინ დაასაქმა? ედ ჰარისი, ედვარდ ნორტონი ხალხო, დემი მური, ალექს კონსანი მაგაზე იყო სიგიჟე, ის არის ძალიან მაგარი ტრანსი სუპერმოდელი. კენდალ ჯენერი, რომელსაც ესეთი კაი ვარცნულობა რო შეურჩიეს პირველად იყო და რაც მთავარია. ვინ კიდე? ტეილორ სვიფტი. ეგ ალექს კონსანია. რო გავს. მატილდა გვარლიანი და ეს იყო ძალიან ბევრი ხანი ველოდით რომ დემნას და მატილდას კოლაბორაცია შედგებოდა და რა არქეტიპიც იყო მატილდა ეგ თავათარგმნია ChatGPT-ს და ნიშნავს ბერი ანუ ის რა ქვია ცუდი თუ როგორ თქვა ცუდი მაგარი გოგო რაღაცნაირად ეგრე ანუ კარგი კონოტაცია აქვს კარგი კონოტაციით ანუ მაგარი ტიპშა რაღაცა ეგეთი რა ხო და მატილდას ის იყო რა ქვია რაღაც აფეთქდა თან ანუ წარმოიდგინე პოდიუმის გარეშე გააკეთა კოლექცია და ამ ყველაფერს მოყვა მოკლე ფილმის ჩვენება გუშინ მილანში და ეს ყველა არქეტიპი რომელიც შექმნა და სხვადასხვა ლუკებია რაღაც სასწაული ყველანი მივიდნენ ამ პოდიუმზე რა იყო ფილმის ჩვენებაზე და ამ ფილმის გმირებიც არიან და აი ძალიან ისე გაშუქდა და გუჩი დაბრუნდაო მოკლედ ნუ ჰეითერები მაინც იყვნენ კომენტარებში მაგრამ ძალიან მაყოფილია ყველა დემნათი შენ მაყოფილი ხარ მე ძალიან ვამაყოფ მე ისიც კი დამაყოფილებს რომ ერთხელ მაჩუქონ ის დასაცმელი რომელი იყო შენთვის ყველაზე განსაკუთრებული რასაც ჩაიცმევდი მატილდასი მე მომეწონა მანდ უფრო ეს მოხუცი ქალების ჩაცმულობა რაც იყო ეს დივა ქალების ადრე ვიყავი დედაჩემს ვეუბნებოდი დედა არ მომწონს ოქრო მინდა ეხლა შემეცვალა ეს გემოვნება და ეს ისინი რა ქვია ბუმბულები ოქროები ყველაფერი მინდა ვიმსახურებთ არა კი ნამდვილად ალბათ რომ იზლები მე აფასებ ოქროს ფას აბა რა ჩაქსონ ოქროში ერთი წელია ურსულად ვარ ამაც ვის გასაგოდად იწახე ამ სიტყვებს იციან ქმრის ოჯახის წევრების აჰა შენ მოყევი ახლა ჯერ ცუდად რო დაიწყო ის ამბავი და მე კარგად რო დასრულდა ჯიმი კიმელის შოუ დააკენსერნეს იმიტომ რომ კონსერვატორი პროპაგანდისტი რომელსაც ესროლეს და დაიღუპა მოკვდა ესროლა assassination-ის ანუ აესროლეს და მოკვდა რა ჩარლი კორკი და ამასთან დაკავშირებით ჯიმი კიმელმა იხუმრა მაგრამ
ანუ სინამდვილეში მე ვიყურე მაგ ვიდეოს, რასაც ამბობს თავის მონოლოგში. და ჩარლიზე ხუმრობა არც იყო უფრო ტრამპზე იყო ხუმრობა და ტრამპი როგორ აღიქვამს ამას და ხოთშეს მე გამეცინა. ვიდეოს აჩვენებს რომ ტრამპს ეკითხებიან როგორ განიცდი და ამ ადამიანის ყველობას და ტრამპი იძახის რომ არა კარგად ვარ და აგერ ახალი შედობის შედებლობა დაიწყო თეთრ სახლში და მე ჯიმი კიმელის ხუმრობა იყო რომ ის დარდის ხუთი ის რო არსებობს ეტაპი ხო დარდის ხუთი ეტაპი რომ არსებობს მშენებლობის ეტაპზე არის ძამალე დაიქნა ხო და აი ამის გამო იცი რა ბევრი ვიდეოს უყურე და ნუ რაღაცა ძალიან ბევრი რაღაც ორგანიზაციები არის ჩართული ამ მახინაციაში, რასაც მე ვერ ვიმახსოვრებ, მაგრამ ნუ ტრამპს უნდა რომ დაკენსელდეს ყველა შოუ, სადაც მას აკრიტიკებენ. კი, მე როგორც მახსოვს Disney და ABC-ა, იმიტომ რაღაც ერთი კონგლომერატია თუ. Disney-მ დააკენსელა და ამიტომ მე ხალხმა Disney subscription-ები დააკენსელეს, მაგრამ მე აი ამიტომ მოხდა ესე იგი. რომ შემოაკლდათ ფულები. და მე დააბრუნეს მოკლედ ჯიმი კიმელი. ძალიან საშიში ტენდენცია არის ახლა. შუა რომ დაგვაქენსელოს კავია პლუს მის რის გამო შეიძლება? აი მე. იციან რომ ცვალებადი არ მაქვს ნახი. ხო, მაგიტო. შენ ნიწყალობით. წინაზე მოყევით რომ ძლივს სწორი ადამიანი დაიჭირესო. ლაპარაკი არის თაღლითზე. ინტერპოლმა რო გადმოსცა, გადასცემენ ახლა. Tinder Swindler-ზე. საქართველოს გადასცემსო გერმანიასო. ახლა ვინ გამოუშვეს მაგაზე გეტყვით. გალიფოს თურქი უბრალოდ ინფორმაციის დონეზე მინდა მოგაწოდოთ. გალიფოს თურქი არის თურქი ბიზნესმენი, რომელიც საქართველოში კაიხანია ცხოვრობს, თურქეთში იძებნებოდა. აქ დაიჭირეს თან ნარკო ტიკის შენახვა გასაღების ბრალდებით. გასაღება ბოლომდე ვერ დაუდგინეს და 2022-ში ჩასვეს თუ რაღაც. მაგრამ თავარი ნაწილი აქ ნახე რა არის. ნუ ჯერ ერთი ხო აჭარაში ძალიან ბევრ იმას ფლობს სასტუმროების რაღაცები წილები აქ. ამ კაცის ოცნება საქართველოში ჩამოსვლისას იყო, რომ მოიყვანა რუსი ცოლი და მეო 105 ბავშვი უნდა გავაჩინო. ანუ თურქი ჩამოვიდა საქართველოში, რომ რუსი ცოლისგან გააჩინოს ბავშვები და გამრავლდეს. იქ ძებნაში იყო და აქაც ციხეს ჩასვეს. ერთი ქალიც განუდოდა ეს 105 ბავშვის გაჩენა? კი და მე მიხვდა რომ ალბათ ვერ გაკაჩავდა და აიყვანა 22 სუროგატი. და გააჩინა ერთ წელში 22 სუროგატი, ანუ 22 დაძმა რო ყავდეს შენი ვიასაკის. მაგრამ ამ კაცმა თქვა ჯამში მინდა 105-ო. მაგრამ არ დააცადეს, დაიჭირეს ნარკოტიკების შენახვა გასაღების ბრალდებით და გამოუშვიათ აგერ ამ ზაფხულში ახლა იმიტომ რომ უკვე 3 წელიო მოხდილი აქვსო და გასაღებაო არ უდგინდებაო. თან ამ 32 ბავშვს მამა ხო უნდა. დაჟე ლაპარაკობდნენ, იმასაც კი ამბობდნენ, რომ ისო რა ქვია, რაღაცა შენობა არისო, სადაც სავსე არისო ამის შვილებითო და ეს მის ტიკით მოცული ისო და ეს უბრალოდ იყო იმისი დებატების საგანი, რომ უნდა იყოს თუ არა ესეთი უკონტროლო ეს სფერო. ანუ რამდენი შვილიც გინდა, იმდენი უნდა შეგეძლოს თუ არა გააჩინო. იმიტომ შეგიძლია გააჩინო 1000. კაცები ძალიან ამაყობენ მაგას. წელი თქვენ თვეში ერთი შეგიძლია ეს და ილონ მასკი არის ძახის მაგას, რომ რამდენი შვილიც გინდა, იმდენი გააჩინე და მე რამდენიც გინდა, იმდენი მიატოვეო. ხო და ხო თქვა ეხა ვისაც გინდათ ჩემგან შვილი მოგცემთო სპერმასო. მაგრამ მარტო სპერმა ფული არ მოყვება? არაო. მასე რა თმინდა? მაგან ვივიენი ეს თავისი ტრანსი გოგოშვილი რო ყავს. მაგაზე რა ქნა იცი? მოკლედ ადრეულ ეტაპზე როცა შენი ემბრიონი შეგიძლია რომ გაარკვიო ჯერ ერთი გენეტიკური დაავადებები აქვს თუ არა და პლუს სქესი. და აი საგულდაგულო და არჩია ისეთი რომ სქესი უეჭველი ყოფილიყო ბიჭი. და ეგრე დაისაჯა. შემოუტრიალდა და არის გოგო სუპერმოდელი რას ლაპარაკობ. ძალიან მაგარი გოგოა ვივიენი. განუდგა მამის ვერ იტანს და ხალხს ეუბნება რომ დებილები ხართო ისაც გჯერათ ამ მარსზე გადასახლების ამბისო ეს არის ჩვეულებრივი მარკეტინგული ხრიკი. ჩემი საყვარელი ისტორია რა არის იცი რომ ფრანგი ფილოსოფოსი რო იყო ჟან ჟაკ რუსო. წიგნი აქვს დაწერილი იმაზე თუ როგორ უნდა აღზარდო შვილები. და ამ დროს თავისი 6 შვილი ყავს მიტოვებული. წარმოიდგინე. 6-ვე მის და მისმა ცოლმა და მე ბევრს კითხულობდი მაგას მაინტერესებდა ეგ როგორ მოხდა და მისმა ცოლმა წერა კითხვაც არის სოდაო და შეიძლება არც იყო თანახმა, მაგრამ ესე ანუ რა ქვია იმ ადგილს სადაც ბავშვებს ტოვებენ. შეგეწოდინებ არ ვიცი რა. როცა სულ ტოვებენ? იუსაფარი ბავშვების თავშესაფარი ბავშვი. ბავშვთა თავშესაფარში დატოვა 6 ბავშვი. დაი რა ეწერა იმ წიგში ძალიან მაინტერესებს. და დაწერა ემილიანო აღზრდის შესახებ. ხო. თავი პირველი იპოვეთ ვიღაცა გალი, ვისაც შეიძლება და ვის შეგიძლიათ დაორსულოთ. თავი მეორე. დაკავდით სექსით. თავი მესამე. გაიმეორეთ მეორეში აღწერილი მოქმედება რამდენჯერმე? 6 ჯერ მინიმუმ. თავი მეოთხე. რა ვიცი, დაკავდით ხის მწარმოებლით და რა ქვია, კერამიკაზე ხო არ შეხვალთ მისდიოთ ოცნებებს.
რა ჭირთ გოგო ამ კაცებს? ხო, და ხალხი კითხულობს, აბა, რავი, რა ეწერა იმ წიგნში, ძალიან მაინტერესებს. ნედა გალიფოს თურქი როგორი მამაა ხე 32-ისთვის. როგორი მამა იქნება შენ ეს გადასარევი? ძალიან საინტერესოა თუ თავისად აღიქვამდა. კი, წესით კი აღიქვამდა, იმიტომ რომ მაგის კვერცხუჯრედი იყო აუ ჯერ ამ ქალს რამდენი, ესე იგი, მაგას ქვია მოსავალი. რამდენი მოსავალი ამოიღეს. იმიტომ რომ თვეში ქალს აქ დაახლოებით, ახლა გააჩნია 100 აქს, მაგრამ აქეთკენ რაღაცა 7-დან 15-მდე და აქეთაც ეგრე. და ზოგჯერ 3-4 შეიძლება 2-3 კონდეს თვეში კვერცხუჯრედი. ანუ ფაქტობრივად სულ იყვნენ რთველის, მოსავლის აღების აქტივობებით დაკავებულები. უცებ ისიც თქვათ, რომ მონიკა ბელუჩს გაახსენდა ვინ არის და დაშორდა ტიმ ბარტონს. ერთხელ სამწლიანი წარმოიდგინე, ერთხელაც გაიღვიძა და ვაიმე ხვერტო. თან ხალხი კი წერდა, ხიკი ისე კი გაგვიკვირდაო, რა უნდაო, ბითელჯუსშიო, ტიმ ბარტონის წინა ფილმში, მონიკა ბელუჩისო და. მე არ ვიცოდი შენგან გავიგე, რომ ეგენი ერთად არიან. ხალხმა თქვა არ ვიცოდითო ხო? ბოლო ვინ იცი შენ რომ ვინ ყავდა? ისე კასელი. კასელი? არა, კასელი. კასელი ბავშვებისკენ უფრო. კი, დიდი ხანია რომ დაშორდნენ და იმას ბავშვი ყავს და ყავს სხვა ის ძალიან ამაზე გოგყავს იმას ახალი შეყარებული. კი, თინა ქუნაქისაც დაშორდა. დაშორდნენ ხო? კი, 21-22 უკვე დიდია. ნინიკო. რაღაცა ის გარდატეხის წელი იყო, ეს ძალიან ბევრი ადამიანი დაშორდა, ჩემი ნაცნობი. ამიტომ შენაცნობი? ამ შემთხვევაში ვესან კასელი. მონიკა ბელუჩი, ტიმ ბარტონი და მე ძალიან ესევა. კაი, და ამ ხიარულ ნოტაზე. ამ ხიარულ ნოტაზე ჩვენთან საჭიროად ხო. გვინდა დაუძახოთ ჩვენს სტუმარს. ჯერ უნდა წარმოადგინოთ, არ გითხოვს ვინ არის ჩვენი სტუმარი და ეხა გაიგებს მათუბრებელი, როცა კამერა გადავა იქ. ანასტასია ბენდუქიძე, ძალიან მიხარია რომ მოხვედი ჩვენთან დაკავთან რჩები. გაგიჭირდა სახელმწიფოდან წამოსვლა. ხო, პირველად სხვადასხვა მაცვია მაკიაჟი. არა, მეორედ მაცვია მაკიაჟი. ერთ წელიწადში, სანამ კაი. მაცვია ფეხზე. კაი, ოკეი, მე მისვია. პირველად აცვია ფეხზე და მეორედ მისვია მაკიაჟი. მაკიაჟი, ხო. მე უნდა აღვნიშნო, რომ შენ ჩემს მიმართ გინდოდა სოლიდარობის გამოხატვა და აგრეთვე ფეხშველა უნდა დამშტარიყო აქ, მაგრამ დაგვისველდა ეს ხალიჩა. პირველ რიგში გვინდა რომ ჩვენი კოკა-კოლა ალუბნის გემოთი შემოგთავაზოს. ახალი, ეს ახალი მე ჯერ არ გამისინჯას და შეიძლება. მაგრამ შეიძლება რომ სახლით ბოთლიდან კი, რა თქმა უნდა. პროდავლია. აქ ყველას უნდა ბოთლიდან დაირო და მე არ ვაძლევ უფლებას, მაგრამ შენ შეგიძლია დალიობა. კი, შენთვის ხსნელია. ანუ ეს სხვისი ბოთლია თუ რა. ბოთლიდან არ დალიო. არა, იმიტომ რომ მგონია რომ ვერ დალევე ლამაზად, მაგრამ შენ მგონია რომ კარგად დამე. მე ეხლა დაძაბული. ძალიან დიდი პასუხი გისკებულობ. გასტრესავ ამ გოგოს. всё. მადლობა. თიკო არ ჩამოვარდე. იცოდე ხა. ცოტა დამისხა. ოკეი, სხვადასხვა კარგია. ვიცით. ანუ ძალიან კბილი არ არის და არ უნდა დალევა დალტაოლებინა წინდელში. არა, ძალიან კაია, ხო? მართლა უფრო ტკბილს ელოდებოდი? ხო, რაღაც სიროპს და ეხლა ძალიან სასიამოვნოა. ორი სასმელი არსებობს, რომელზე მე შემიძლია თქვა, რომ ეს არის აი, საოცარი, ერთი არის კოკა-კოლა, მეორე არ დაასახო, იმიტომ რომ ისინი არ გვიხდიან ფულს. ნო, აი უნდა გითხრათ, აი მეორე არის ნაბეღლავი. აი ხოლმე რომ სვალ, ხოლმე რომ სვა ფიქრობ, რომ აი მადლობა ღმერთს, რომ ეგეთი რაღაცა მაგარი საჭუკარი გვაჩუგეს. ესე იგი, არ გვინახია ერთმე წეღანაც გითხარი, რომ მე რო თვეში ვარ და. კაი, მორჩი. შენ მიკითხე. ხო, მაგრამ ერთად ვართ კადრში. ის რო პასუხობს, მაშინ დაინიავა. წეღანაც გითხარი, რომ ნახე ბოლოს, ჯერ კიდე ორსულად იყავი. ანუ ჩემი ბედია, რომ ორსული ადამიანის გარემოცვაში უნდა ვიყო რატოღაც. ფრთხილად ოღონდ. ანუ რაღაცა ხაერში რო არის ხოს და ეგ ხაერწვეთოვანი გზით ხوار გადადის. ნუ გაჩნია. ხო და აი რას უნდა მოელოდეს თიკო? შენ ყავს დედა, მამა, ვინმე? დედა მყავს, რომელმაც მითხრა, ოღონდ გააჩინე, მე გავზრდიო. всё, მაშინ შენ
მე არავინ არ მყავს. მაგიტომ მე ცუდად მქონდა საქმე. ჩემ მეუღლე მყავს და თან კიდე ეხლა ორი მყავს და ერთი ადამიანი, ერთი ბავშვი, რეალურად ეგრე გამოდის და ძალიან რთულია. შენ თუ დედა ყავს, მაშინ მე ეგეთ სიტუაციაში რომ ყოფილიყავი, ალბათ, 4 შვილი მეყოლებოდა. მე ძალიან მიყვარს ორსულობა, მშობიარობაც კი ძალიან მომწონს და ძალიან მშურს ეხლა რომ ორსულად ხარ. მართლა ოღონდ. თან ნინიკომ რო დაინახა დღეს, ანასტასია რო შემოვიდა, პირველად ხედავ რო არ ხარ ორსულიო. ეგ ვთქვი ახლა წეგან. რო ეგ ვთქვი. ოკეი. შეიძლება რომ დაიმართოს ეგ, ხო. ერთი წლის ბოდიში 3 წელი სჭირდება, მე მგონი, თვინი რომ დაიბრუნოს თავის ადგილს. რამდენი? 2 წელი. წელი? ერთი თუ. არა, ყველაფერი რო თავის ადგილზე როგორც იყო, მანამდე ამდენი სჭირდება, ხო? ვაუ. და შენ მოგწონს ეგ მდგომარეობა, როცა არ არის დაბრუნებული. მე ისედაც ვარ ისე ვერა, მაგითო არა პრობლემა, მაგრამ ანუ ჩვენ სამში ახლა მარტო მე მაგტვინი ისე როგორც იყო თავი და ხო. შენ ერთი წელი არ გასულა და ეს ორსულად არის, ვაუ. ძალიან კარგი. მაგრამ რა კარგია რა? რა, ტვინის ესე თავის გადასარევი, არ ვიცი. ეს მდგომარეობა არ ვიცი და შესაბამისად ვერ შევადარებ. ყველას არ ვურჩევ სხვათა შორის. მინდა გითხრა რომ მართლა უნდა ყავდეს ადამიანი, ვინც გვერდში დგას თქვენთან ერთად, ანუ, იმიტომ რომ თქვენ რომ იყოთ კარგად, ანუ შეუძლებელია რომ 24 შვიდზე გაკეთოთ, ანუ ბავშვის მოვლა. ეგ ცუდი არის ადამიანისთვის, ანუ ნებისმიერ ადამიანისთვის და ძალიან კარგია თუ ვინმესთან ერთად შეგიძლია ადამიანისთვის. მე ვერ გავუძლებდი მაგას. მაგიტო პირდაპირ გინდა შვილი. არა, მე მინდა ჩემთვის იდეალური დედობა იქნებოდა, აი 9-დან 5-მდე სამსახურებით რა, კვირაში 3-ჯერ. მოვალ მოგივი, ჩემი პატარა გოგო. ხო, მაგრამ ძალიან საქართველოში ძალიან ხშირი ამბავია, რომ დედა, ანუ დედის დედა, ანუ ბებიას რდის ბავშვს და დედები ესე მოდიან და ოკეი, ბაი. ხო, ანუ უფრო ჩემი როლი, უფრო მამის როლი არის. კაი, მამა ვიქნებოდი. კაი ხასიათის რო არიან ხო? კიდე რა წეგან იმასაც ამბობდა ანასტასია, რომ ყოველ ორსულობის მერე 7 კილი დავიქელი, ხო. პირველ ორსულების შემდეგ 7 კილო დავიქელი და მეორის შემდეგ კიდე 7. ანუ შენი საიდუმლო საუკეთესო დიეტა შენთვის არის ორსულობა. მაგრამ არა, ძუძურს რო ვაჭმევ. ანუ ეგ არის რეალურად. ხო, შემუშავს როგორც რძის კაფე. ჩვენ ეგრე დავარქვით, რომ ჩემი შვილი მოვა რძის კაფეში. ოკეი, ნახვამდის. და მე მუშაობ როგორც ის კაფე. ნუ მე მისი ღიმილი არის ფული. რა დაგწინე გოგო. კაი. არა, ეხლა მართლა ვერ გეტყვი რომ აი მისი ღიმილი არის ყველაფერი ისთვის მშრომობ. არა, მე ეხლა ცოტა ისე უკვე გაგიჟებული ვარ ამითი, იმიტომ რომ ეს ძალიან რთულია რომ დღამე აი 5-ჯერ 6-ჯერ იღვიძებ და რაღაცა არ გძინავს კარგად და მაგითო დამინიშნეს სხვათა შორის დამინიშნეს კერად მითხრეს რომ მე მაქვს პოსტმშობიარობის დეპრესია გასაგებია მაგრამ შფოთვა general anxiety disorder ანუ როგორ იქნებოდა ქართულად ხო მაქვს და ეხლა რაღაც წამალს ვსვავ ამისთვის იმიტომ რომ სულ სიკვდილზე ვფიქრობდი და შენ სიკვდილზე თუ ვიღაც სხვა მოკვდები არა ეგ ზოგადად ჩემ სიკვდილს იმიტომ რომ ვფიქრობ მე მაქვს ძალიან მაღალი ცნებები მაგალითად ვფიქრობდი რომ ალბათ მოვკვდები ძილის დროს და ჩემი ბავშვი გაიღვიძებს და ძუძუ უნდა და ძუძუდან არაფერი არ გამოდის რომ მე მკვდარი ვარ ჩემი მეუღლისთვის უნდა დავტო რაღაც რძე რომ ბავშვს აჭამოს რომ მე რომ მომკვდარი ვიქნები სანამ დაიძახებს 112-ს რომ ბავშვი არ იტიროს ბევრი ანუ დაახლოებით ეგეთი გოგო აღა უცებ და რო ყვებოდი ვინერვიული და კარგ ბავშვ გაგიჟდა ხა ბოდიში
ვაიმე, ვერტო ჩემ ეს ფიქრები ქონდა. და ეს რო გავაჩემბავს, ეს შეიძლება დამემართოს. ხო, ვერ დაგიმალავ, შეგიძლია რომ დაგიმართოს, მაგრამ არაფერი, ანუ მთავარია რომ მოხვიდე ექიმთან, რომ რაღაც პრობლემა რომ თუ გექნება და ისაუბრე სხვა, მაგრამ დიდი ალბათობით შენ შეიძლება რომ არც იქნებოდ რომ შენ თუ დედა ყავს გვერდზე შენი მეუღლე რომელიც მე ვიცნობ. კი. დიახ, მუშაობ. უნდა და შენი ნახვა. ფრიუნიში მუშაობდა ჩემ უნივერსიტეტში მუშაობდა. შენ ყავს ვინმე ბავშვებთან? ანუ ვინც ყავს ბავშვები? პატარა? ხა. კი, ჩემ დეიდაშვილი. ანუ მაშინ საერთოდ შენ კარგად გაქვს ყველაფერი. აწყობილი გაქვს. მართლა არავინ არ ყავდა გარშემო? საერთოდ. ხო იცნობ ხალხს, მე რატო არ დამირეკე მოვიდოდი. ხო, იცი რა, მომენტში ძალიან რთულია. ხო, წარმოვიდგინე და მე ცუდად ვარ და მოდი შემდა მე დეპრესია მაქვს დამეხმარე. აწიცოდათ რომ იგზნობ თავს გაქვს ჩემი ნომერი და შეგიძლია დამირეკო. მე მაგისთვის ვარსებობ ძირითადად. მე შვილებისთვის. ნატო დეიდა. არა, მართლა მიყვარს ხალხის დახმარება ძალიან ასეთ მომენტებში. და მაინტერესებს რა სახლში ცხოვრობ. შენ არ ყოფილ ხარ ხო არა ეს ირაკლი და დები გაქვს მაცივარში. მაცივარში რა გაქვს გვაინტერესებს. ნაბეღლავი 6 ბოთლი მინიმუმ გეკითხა. როგორ არ ვიხდის ეკო. არა უშავს მე წარმოიდგინეთ არა ჩემი სიყვარული ნაბეღლავზე მე უბრალოდ მინდა მოგიყვე იმიტომ რომ მოკლედ რადგან ცხოვრობდი დიდ ბრიტანეთში იქ ხალხი მარხვის დროს უარს ამბობს ის რასაც უყვარს ანუ მაგალითად შენ მაგალითად ნინიკო შემთხვევაში შეიძლება იყოს ცუდი სიტყვების გამოყენება ეგ არის შენი რეპუტაცია ციგნების კითხვა კითხვი ვარ შეიძლება და მე არ დავდივარ ეკლესიაში, მაგრამ მე მომწონს ეგ რაღაცა ვითომ ტესტია 40 დღე შენ უარს ამბობს ის რასაც მოგწონს. და მე უკვე მქონდა ანუ ყავა, შოკოლადი, კოკა-კოლა სხვადასხვა რამოდენიმე წლის წინ და მის შემდეგ უკვე კარგად ვიყავ, რომ ცოტა მქონდა დამოუკიდებლობა კოკა-კოლასთან. და 40 დღე რო არ სვავ, მის შემდეგ უკვე მარტივად გაქვს ისე ვთქვათ ურთიერთობა. წელს გადავწყვეტე, რომ 40 დღე უნდა ვიცხოვრო ნაბეღლავის გარეშე. აი, თან ამ შფოთვების და იმის ფონზე. ანუ სიზმარშიც ვნახე, როგორ სვავ ნაბეღლავს, ხომ მართლა და მე მართლა და კაია ჯანმრთელობისთვის და რატო თქვი ეს ასკეზა რატო გააკეთე მაგას? არა, ეგ ხო უბრალოდ არის, იმიტომ რომ დამოკიდებული ხო. მე რო ვფიქრობ ხოლმე მაცივარზე, ჩემ ბავშვობაში მახსენდება, რომ აი თქვენ გქონდათ, აი ანასტაზია შენ გქონდა, რო გახსნი ამ მაცივარს და გიხარია, რომ აი კოკა-კოლა დაინახე და ღვინო როა. და გვერდით და ასაწონი კარაქი და ვეშაპის კონი და და ჩემი აკეთებდა მოზებს. ბოდიშს გიხდეთ. საიდან გირეკავენ? საქართველოს ბანკიდან. რა უნდათ რა ჯანდაბა? რა ვიცი რომ გაკეთდაფარი? ოკეი. სესხი აქ დასაფარი ანასტასია ბენდუქსეს თუ შე აქ გამოჩდება ანგარიშის ნომერი და ჩაურიცხო. ჩამირიცხეთ გთხო. თიკოს უნდა და რაღაცა კითხვის დასვა, მაგრამერიდება. თუ აგიღია მაღაზიიდან რამე ნისიად. ჰა? ნისი არის რა. მაღაზიაში რო შესხვა ფური რო გაკლდება და ეუნები რომ 10 დღეში ჩამოგიტანო. ეგეთი სიტუაცია ქონდა. ხო, როგორ არა? სულ ხო არა, ყილბოსთან რო ყიდულობ და რამე თუ არ მაკლი და მე ვეუბნები რომ 2-3 ლარი მე მოგიტან და 100 ლარამდე არ აქვსულია ანუ. არა, მაშინ არ ხო, არა. პასუხებლიანი ვარ ამ შემთხვევაში. მაღაზიაში თუ თქვამს მოლარეს შენთვის რომ ტრანზაქცია უარყოფილიაო. მოდი. შენ მოლარე მე მეუბნები. პიპ არა ეს არის ნუ მე ეს სამსახურეობაზე არის ქონია თუ არა ესეთი შემთხვევა კი როგორ არა მე კაიო და წახვედი მე შევამოწმე არა მქონდა სხვა ანგარიში თიკო შენ რომ მოგდის ხოლმე ეგ რა კაი ტირილიც მიდიხარ სახში ზოგადად ვურეკავდა საქართველოს ბანკი და ანგარიშზე გაგითავდა თან ხო კარგად ყავ. მე ვიფიქრე რომ უნდათ რომ მოყიდონ ბანკი. ისე ბანკის ფლობელი იქნებოდი? საჩემო არ არის. აი მივხვდი რომ რაღაცა სანწარობის ნაწილი უნდა გქონდეს ჩემს სამსახურს, მაგითო? ამიტომ აერჩიე უნივერსიტეტი. ვერაფერჩი ეგ უნივერსიტეტმა მე ამერჩიეს. ანუ სხვა გზა არ მაქვს, არ მქონდა. მაგითო ეგ არის, ნუ ჩემი ეს როგორც ჩემი დაძმა.
თავისუფალი და აგრარული. ძმა რომელია? მამა ჩემმა დამიტოვა. ხო, როგორ მოხდა მაინტერესებს. მე არც დარეგისტრირებული როგორც მისი შვილი არ ვიყავი. მე ბრძოდი მამა ჩემის ყოფილ მეუღლეს, რომ ეს ყველაფერი მისთვის არ დაუტოვებინა. ეგრე გამოდიოდა, რომ ეს იყო მისი ერთადერთი მემკვიდრე. და მე შევწვალე ყველა ბიზნესი ის მიიღო და მე მივიღე ფულები იმას და ასასწავლებელი ამას. და თუ დააკვირდი, რომ აი ეს შხამიანობა სულ მამის ნათესაობის მხარეს როა ხოლმე. რა შხამიანობა? აბა აგერო მამიდების ამბავი იყო. მამიდები არ ვთქვია, ყოფილი ცოლიო. მამიდაც იყო. კარაუშა, it's okay. ეს მაყურებლიდან შემოვიდა ახლა კითხვა. როგორია ნეპო ბეიბობა და ვინ არის შენი საყვარელი ნეპო ბეიბი? როგორი ნეპო ბეიბი? ხარ ნეპო ბეიბი შენი აზრით? ვარ, ხო, იმიტომ რომ სხვა მე როგორ ვხედავ ნეპო ბეიბი რა არის? ანუ გასაგები რომ შენ უნდა ყავდეს რაღაცა ცნობილი, მაგალითად, ხო? ან ხო, ცნობილი მშობელი და ვის გამო შენ გაქვს ის, რასაც სხვა არ შეიძლება რომ კონდეს და 25 წლის ასაკში როგორ შეიძლება რომ კონდეს ორი უნივერსიტეტი 25-ის ხარ? არა 25-ის ვიღავი რომ ეს ყველაფერი მივიღე მე მყავს ჩემი საყვარელი ნეპობები ახლა ვიფიქრებ ფინანსში ანასტასია და შენ ხარ ჩემი საყვარელი ნეპობები და დაკოტა ჯონსონი მეც ეგრე მინდოდა მე თქვა ახლა დაკოტა ჯონსონი არის ჩემი საყვარელი ნეპობები მაგრამ თლად ნეპობებიც არ არის იმიტომ რომ იმდენ როლს ხო მაგრამ არა ხო. დაკოტა არის, მე გეტყვი, მე მარგარეტ ქვალი მევასება, მაგრამ. კარგია. მაგრამ ისეთი ნიჭიერია, რომ დედა მაგის დედა ენდი მაკდაუელიო იძახიან და. ჩვენ ახლა რაზე ვსაუბრობდით, იცი რომ რაღაც ძალიან გარდამტეხი პერიოდი დგას რა და ჩემი ძალიან ბევრი ნაცნობი დაშორდა ერთმანეთს და ზოგ 7 წლიან წნეხს ვერ გაუძლო, ზოგმა 14 წლიანს ვერ გაუძლო. იმიტომ ეს 7-7-ზე. იცი ეგ ამბავი? კი. 3 ვიცი, 7 და 14. 3 არ ვიცი, მაგრამ ზოგადად, ოკეი, მე ესე მასწავლეს, რომ ჩვენ როგორც ადამიანები ვცვლით ყოველ 7 წელს, ანუ შენ რო დაიბადე და 7 წლის ხარ, სხვა ადამიანები ხართ. შენ რო ხარ 7 წლის და 14 ხარ, სულ სხვა. 14 და 21 კიდე სხვა. 21-28 სხვა და 28-35. უკვე აღარ. აჰა, 28-ზე მთავრდება. ნუ დაახლოებით ეს პირველი 5 არის რაღაცა პირველი 4 ისე ვთქვათ. ძალიან ბევრი ცვლილება ხდება შენ ცხოვრებაში, მაგიტო არ არის სასურველი რომ შენ დაქორწინდები 28 წლამდე. იმიტომ ვარ მარტო ხელა. ხო, ვიცოდი რომ შენ ელოდებოდი. შინაგანად. და შეიძლება რომ მაგიტო შენ ანუ მაგალითად რომ 23 წლის რო იყავე და მე 30 წლის სხვა ადამიანი ხარ და შენ რო იმ პერიოდში თუ იპოვე შენი მეუღლე მაგალითად და თქვენ გაქვთ ურთიერთობა ისიც შეიცვალა შენ შეიცვალე და მე აღარ იმაშავებით და მე აღარც იმაშვებით და მაგითო ხო მაგრამ ისე რა ვფიქრობ რომ კარგია არავინ არ ვიცნობ ვინც დაშორდა თავის შეხვარებულს და მე არ გახდა უფრო ბედნიერი ვიდრეც იყო მე მაგალითად მე მყავდა ნუ საშინელი შეხვარებული ჩემ მეუღლის წინ ნუ აი ბულინგი, გაზლაიტინგი, რასაც კიდე ყველაფერი. არა. და მაგ ინგლისში რო ცხოვრობდი და მაგრამ აუ როგორი მადლიერი ვარ, რომ ეგეთი ცუდი ურთიერთობა მქონდა მასთან. იმიტომ რომ მე შეიძლება რომ ვერ დავაფასებდი ჩემ მეუღლეს, როგორი მაგარი და კარგი და ნაზი და მზრუნველი არის, თუ არ ვიცოდი რომ როგორც აი ნუ მოკლედ. თქვენ ხანი იყავი ამ ურთიერთობაში? ხო, ერთი წელი. ერთი წელი კი რა არის გოგო? ხო, მაგრამ მაინც. ანუ ეგ რა მნიშვნელობა? თავარია რომ როგორ გრძნობ თავს ურთიერთობაში, ხო, ეგ არის და ერთი წელი საკმარისია, რომ გაიგო რომ შენ ხარ რაღაც ნაგავი. ნუ ესე ვგრძნობდი ჩემ თავს. და რა მომენტში მიხვდი რომ მორჩა, აღარ მინდა. რაღაც მომენტში მოხდა ეგ, მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვი რომ რა. შენც ეგრე ხარ, ცოტა გიგროდება და მე რაღაც დებილობაზე წავედი. კი, ხო? ხო, დაახლოებით. მე ვერ გეტყვი ახლა სხვადასხვის რა იყო ის ბოლო წვეთ.
გამახსენდა. დაიწყო მე გავიცანი ჩემ მეგობარს, გოგო მეგობარს, მასთან და რაღაცა ვერ მივხვდი, რაღაცა ვითომ მოხდა და ის კი არ ბიჭი, საფი ქვია. კი არ მეუბნება, რომ არაფერი არ მოხდა. რაღაცა ეგრე რომ პასუხობს, რომ შენო არიყავიო და რაღაცა და აღიარა ფაქტი. ხო, და ვკითხე და რამე მოხდა და არ შემიძლია რო გიპასუხო როგორი კითხვები გაქვს რაღაცა და რაღაცა რო გრძნობ რომ რაღაცა შეიძლება რომ მოხდეს და მე I'm like okay I'm enough like აღარ შემიძლია და მე სხვათა შორის 17 ჯერ დამირეკა აი მირეკავდა რომ მიპასუხე რატო დამტოვე რაღაცა ეგეთი და ის გოგოც მწერდა რომ ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ მეგობრები რაღაცა და ეხლა უკვე 7 წელი გავიდა ერთად არიან 7 წელი მაგიტო you're trash გეუბნები რომ ძალიან რეალურად ძალიან მადლიერი ვარ ანუ უკვე აღარ მაქვს ის რაღაც ნეგატიური ემოცია იმიტომ რომ 7 წელი გავიდა შენ შეიცვალე როგორც ადამიანი დიახ არა უკვე 4 წელი დავთვალ ფსიქოთერაპევტთან მაგიტო რა დავაფიქსრე იცი წინაზე რომ მოგიყევი ჩემი გულის გასაჭირი ჩემი ყოფილი ვნახე და შენ კაი ის მომიყევი აეროპორტში რომ გიცნეს ანუ საერთოდ ფეხზე დავიკიდე ხო მაგრამ მე ძალიან მიხარია რომ ეხლა სანამ შეპასუხს გაცემ ხოლმე შენ გველს ხო უკვე მე მწერს ხალხო და რო პასუხებინებ მარტო ემოჯი თან ისეთი არც იგით არც აქეთ ემოჯი ეგრე ქენით ხოლმე თქვენს თიკო არც მეწერე თიკო მომწერა რამდენი ხანი დავაიგნო მე მწერს 2 საათი გავიდა ეხა უკვე ხამობა შედი მაგრამ თლად იგნორიც არ ვარ გა იმიტომ რომ ხანდახან იგნორი და ჰაიდება და თლად არ პასუხი უფრო ნიშნავს რომ შენთვის რაღაცას ნიშნავს ამიტომ არა ხალხო ეს ან რაღაცა ისეთი ემოჯი აი გაურკვეველი ლოგოგინა ან რაღაც გული ხო თუ არა როდის უნდა დავწერო ლოგოგინა აი როცა ვთქვა შენ კრაში როგორც შენ ქმარა შენ გასული ხარ ამ თამაშის ზონით მაგრამ მე ხო ცხოვრებაში რა არ გამიკეტებია რომ ეგეთი რომ მაგრამ ეს ვამბობ რომ თქვენ შეგიძლიათ რომ იყოთ თამამი და შეგიძლიათ მივწეროთ თქვენ ყოფილ შეყვარებულს ნებისმიერი რამე ანუ არც უნდა იყოს რამე კავშირი რო კონდეს და ამნიშნელობა მთავარია ხაზზე გაყვიდეთ მე არის ჩემი ტელეფონი მომაწოდეთ თქო ანუ მე საერთოდ საიდან დავიწყე სანამ შენ უბრალოდ მე სხვაგან წავედით და იმის კითხვა მინდოდა რომ შენ და შენ ქმარს ახლა კარგი პერიოდი გაქვთ თუ ანუ ამ 7 რამდენი წელი რაც ერთად ხართ 8 წელი 9 წელი ერთად 8 წელი დაქორწინებული ხო იმიტომ რომ ერთი და იგივე დღეს ავერჩია როგორც კორსინები და ემთხვია შეხო იმიტომ რომ მიყვარს ეგეთ რაღაცები და ძალიან მათემატიკა რო იყოს რომ ბევრი საჩუქრების ჩუქება არ მოუწიოს ნუ ან რაღაცა რომ ერთი და იგივე დღე ძალიან მოსახერხებელია და ანუ ესე იგი 7 წლიანი კრიზისი გადაიღო ხა ან თუ არც ყოფილა ესეთი სხვათა შორის არა გეტყვი ჩვენ კონდა იცი რა ხო იცით ალბათ რომ არის 5 სიყვარულის ენა love language ხო love language სიყვარულის ენა არის კი სიყვარულის ენა მეორე არის თქვა საჩუქრების ჩუქება ანუ შენ როგორ გამოხატავ ადამიანის მიმართ სიყვარულს და შენთვის რა არის ეს ენა ნახე მე სხვის მიმართ გამოხატავს რომ არ ორიენტი შენ რა გაქვს მაგალითად შენ რა მოგწონს რომ ოკეი ჩავთვალოთ რა არის ეს ენები საჩუქრები კარგი სიტყვები შეხება acts of kindness ანუ მაგალითად რომ ყავა მოგამზადო დილიდან მაგალითად და მეხუთე არის quality time ანუ კარგი დროის თარება რა არის შენთვის კარგი დროის თარება იქნება ალბათ რომ ჩემთან ერთად გაატარონ დრო ზოგადად ეგ არის უკვე ალბათ ეგ უნდა იყოს მინიმუმი პირამიდაზე ანუ ურთიერთობის პირამიდაზე ქვევით არის ხო და ხო ჩემთან ერთად დროის გატარება მე თვითონ საჩუქრების გაცემა მიყვარს მაგრამ მაგრამ შეიძლება რომ ის ადამიანი სიტყვები ხო რა ყოველთვის მითხრას რა ან ვჭირდება რომ მითხრას კი ხო გითხარი რომ მიყვარ ხო აი ხარ უყურებ რა კაი შეყვარებული ვარ ეს ყველა შვები
ხო, მაგრამ ნახე, ერთი არის უფრო ვიდრე მეორე. მაგალითად, მე ადრე ძალიან შეხება იყო ჩემი number 1, ანუ არჩევანი, ისე ვთქვათ. და მე პირველ შვილს რო გავაჩენდი, ანუ და მე მასაც 1 წელზე მეტი ვაჭმევდი. უკვე აღარ მინდოდა რომ ვინმე აი ხელი მოკიდოს ან რამე გამიქეთოს და ჩემ მეუღლე ხო არ იცოდა ამის და აგაგრძელა იგივე როგორც ჩვენ ანუ 5 წელი ხო მიჭვეული იყო და რაღაც მომენტში მივხვდი რომ ჩვენ უკვე კომუნიკაცია არ გვაქვს ამაზე და რაღაც ანუ რომ მე ესე რომ okay that was so ugly რაღაც რომ აი ნახევრად ხო მაგრამ მივხვდით რომ ადამიანი ვინც შენ გიყვარს და რომ გეყუდება და შენ რაღაც ესე რომ აკეთებ ანუ არ არის მიზანი რატო შენ ამ მიზეზი რატო შენ ამას აკეთებ ხო მე თვითონ რაღაცა ვისაუბრე ჩემ თავთან და ვიტყვი ალბათ აღარ მინდა ეს და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის კომუნიკაცია მასთან რომ ის ხო მისი ბრალი ხო არ არის რომ მე აღარ მომწონს ეგ უბრალოდ რაღაც მომენტში იყო რომ აღარ შემიძლია რომ ვიმე შემეხოს შემეხოს კი მის შემდეგ რაც უთხარი მითხრა რომ ოკეი მოდი ვილაპარაკოთ რა შეიძლება რომ გავაკეთოთ სხვა რაც შენ მოგეწონება და რაც შეიძლება რომ შენთვის იყოს სასიამოვნოა და არ მახსოვს მე მგონი ну, ყველაფერს მიკეთებ და უბრალოდ მე მგონი ნაკლებად მეხებოდა და მე რომ დავამთავრე უკვე კარგად, ანუ ისე ყველაფერი უკან დავაბრუნეთ, მაგრამ კომუნიკაცია ხო, იმიტომ რომ თვითონაც შეიძლება დაბნეული იყოს ადამიანი, რომ რაღაცა ხო, რატო შენ ხარ რაღაცა ხო, რომ ესე აკეთებ. კი, მაგრამ ნახე, ორსულობაში ძალიან ბევრი გოგოს აქვს დალაქტაციისას, რომ ვეღარ იტანს ქმარს. ამ შემთხვევაში მარტო შეხებაზე თქვა ანასტასიამ და საერთოდ არ უნდა არ მინდა. იცი რა, მე ძალიან თავიდან ძალიან მშურდა. იმიტომ რომ ის რა კარგია, ბავშვი დაიბადა და არაფერი არ გააკეთა, არაფერს არ, ანუ თან თავისი დადის სადაც უნდა, თავისი ისე და მაგრამ ესეც უთხარი სხვადასხვაშორის რომ მე ვთხოვე რომ თუ შეიძლება რასაც არ თახვიდე არ დამითოვე დიდხანს იმიტომ რომ ეგ ეს ხო შენი ბავშვიც არის და ესეც მნიშვნელოვანი სიტყვები იყო მისთვის ის კი არ იფიქრებდა რომ რამე რომ დანაშაულს აკეთებდა რომ სადმე სამსახურში ან სადმე საქმე რო ქონდა 2 დღით რო წავიდოდა მაგრამ უკაცრავად თიკო შენ რამე გეშინია გოგო ჩემე მითხრეს რომ ჭიპლარი აქვს შემოხვეულიო ოკეი მაგრამ ჯერ მერვე თვეა ხო მაგრამ აი შეიძლება მოხსნეს შეიძლებაო მაგრამ მაინც მეშინია მე მეშინია სულ რომ არ მომიკვდეს დღეს უკლე სიკვდილის დღე გვაქვს ხო არა ოკეი მაგრამ იცი რა ჩვენ უკვე შენ იცნობ ვინმე ბავშვს ვინც ანუ ვინც მოგდა მშობიარობის დროს არა მაგრამ ისეთ ვიცნობ ვისაც კინაღამ ანუ მიუსწრეს. ხო, მაგრამ ეგ არის, რომ რეალურად თანამედროვე მედიცინა უკვე გასული, ანუ უნდა იმშობიარო იქ სადაც არის, ну, ისე ვთქვათ, ჰოსპიტალი, რა ქვია ეს, სავანყოფო, სადაც შეიძლება რომ ნებისმიერი, ანუ ნეონატოლოგიც უნდა იყოს, რაღაც კარდიოლოგი და ის თანაჩინი ყველაფერი და რომ არ მოხდეს არაფერი. თან მალე არ ხდებაო ეს ჭიპლარი როცა აქვს შემოხვეული თურმე მთავარია ბავშვი მოძრაობდესო და როგორ ანუ განელება მოძრაობის როგორ უნდა მივხვდე მეთქი რა იმიტომ რომ აი თქვათ მოძრაობს მაგრამ ისე რო არ მოძრაობს როგორც გუშინ როგორ მივხვდე თქვა აი მაგის მეშინია რა რომ ბუნება ძალიან მაგარი რამეა და ბუნებაში ეს ყველაფერი რაღაცნაირად დაგეგმილი არის მაგიტო ანუ არ იფიქრო რომ ანუ მე არ გამიგია მაგალითად რომ ბავშვი მოვკვდა მერვე თვეში მუცელში. უშენ გაიხარე. ასე კოკოლა დამისხიბო. თუ გაკარჩევანი ამ ორს შორის ღამე იღვიძებ საშინელი ტკივილებით, იქ წყალს დახვრი, წაგიყვანენ, შეიძლება 20 საათი იჭინთო. ჩაიხიო, ჩაგეკერონ, ასე შემდეგ და მეორე დაგეგმო, მოდი პარასკევს ქნათ. ოდნავ აქ გაგჭირია. პირველი მირჩევნი, რა თქმა უნდა. ოკეი, ჯერ მაგალითად, რატო არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ თვითონ რო იმშობიარე. იმიტომ რომ იგრძნო.
არა, what the fuck? No, არა, გიჟი ხო არა ვარ, მთლად, ეგეთი. მაგრამ მე ვიმშობიერე ორივე, ვიმშობიერე ბუნებრივად ანესთეზიის გარეშე. ანესთეზიის გარეშე რატო გოგო? იმიტომ რომ პირველი საერთოდ ვიმშობიერე წყალში და წყალში რა კარგია მშობიარობა. ყველას ვურჩევ. მოკლედ, იმიტომ რომ ჩემი ეკიმი იყო ზაზა სინაურიძე. ზაზა სინაურიძე, დიახ. და ზაზა ამბობდა ლიზა ბაგრატიანის ყოფილი ქმარი. დიახ. და თქვა რომ მე არასდროს არ ვიყავი ორსულადო, მაგრამო კენჩები მქონდა იმაში თირკმეში ხო და ამბობენ ერთადერთი რამე რაც შეიძლება რომ გააკეთო სანამ ელოდები რამეს დაიშალონ წყალში უნდა დაждდე იმიტომ რომ წყალში ყველანაირი კუნთი ყველაფერი მოდუნდება და წყალში მშობიარობა იყო მართლა გაუტკივარება რატო არ აირჩიე იმიტომ რომ ტკივილი არ იყო უცებ გამოხდა ბავშვი მართლა შურს შენ რო გეკნება მშობიარობა რომ იმშობიარებ გეუბნები მეო გორსულობაც და გაჩენაცო ეს უნდა მოიყვანა ცოტა ტიპ თურქ კაცს ვაიმე 81 ბავშვი რო ყავს ვაიმე 32 და 105-მდე უნდა ავიდეს რამდენი ფულს იბასიზავდა რომ სულ რომ ანასტასია კიდე დარჩა რამდენი 105 - 32 გასაჩენი მე განახებ ახლა უფრო ახლოს განახებ მე ახლა like this საყვარელი არ შევიძინე მაგრამ ხო ძალიან ბედნიერი მართლა ძალიან ბედნიერია ხო იცი რა გამოგვიგზავნე ეგ და ჩავდი კიდე რატო ბუნებრივი მშობიარობა ჯობია იმიტომ რომ ბავში რომ იბადება იღებს შენი რაღაც ნაწილი ფეკალის ნაწილი რომელიც აქვს შენი მიკროფლორა და შენ ანუ გადავცემა მიკროფლორას ბავშვისთვის რომელიც არის ძალიან კარგი ანუ იმუნიტეტისთვის ჯანმრთელობის ყველაფრისთვის არის ძალიან კარგი ანუ მივადებ კაცო ისე ხო სხვადასხვის კანადაში დაიწყებენ რომ აიღებენ ქალის რაღაც ფეკალია და მერე ამატებენ კანადაში ამატებენ რძეში პირველ რძეში ამატებენ რომ მიიღოს ბავშვმა ხო გეუბნები მაგიტო უნდა ეს ყველაფერი გამოწოდოს ნინიკო ცოტა საშვილოს ნუამკივდა არა მე ჩვენ უკვე ვიცი ჩვენ მამაყურებელმა იცის რომ ჩემთვის არ არის ეს ხო ოკითხები დაუსვათ თორე ხალხი გაგიჟდება ხო ჩვენ შენი ფოტო დავდეთ რო რა კითხოს დაუსვამდი ავიც რამდენმა დაგულა ახლა შედის და ამოწევს რა ფოტო და ეხლა და თუ შეიძლება გამოყვევი ინსტაგრამზე გვერდს ქვია დაკავთან რას კითხავდი ანასტასია ბენდუქიძეს კარგი ფოტო არის დოშირაკი თუ ანაკომი სხვადასხვის ხშირად ჭამ ძალიან კარგი გემრიელი რამენი ალბათ დოშირაკი ძალიან კარგი გემრიელი რამენი არა დოშირაკი თუ არა დოშირაკი ძალიან მიყვარს იცი რა უბრალოდ დოშირაკს აქვს პენოპლასტიკის ის ჭიკა და მე ეგ არ მომწონს იმიტომ რომ ვერ გადავემუშავებ და ყველაფერი დანარჩენი არის უჯანსაღესი შეგიძლია სულ არის ანუ დოშირაკი არჩიე დოშირაკი დიახ კი ბატონო ბევრია მაგაში ყოჩა ხმეს მაგას ავუჩვით 23 წლის გოგო ჩემი ბოიფრენდი კინოში დეითზე თავის ყოფილთან ერთად მოვიდა არის თუ არა ეს საკმარისი მიზეზი რომ დავშორდე სხვა დიდად პრობლემები არ გვაქვს და ამ кейს თვითონ პრობლემად ვერ აღიქვამს ვაიმე უკაცრავად 23 წლის არის ის გოგო და მისი შეხვარებული მოვიდა თავის ყოფილ შეხვარებულთან ერთად კინოში თრისმი უნდა და თუ არ კიდე რა წელი მაგ გადაწყვეტას მოვწებდი ეს არის თუ არა საკმარისი მიზეზი რომ ეს არის თუ არა საკმარისი მიზეზი რომ დავშორდე ამის გარდა არაფერი ოცუდი არ ხდება ხო მაგრამ რამე გვითხრა რატო რა მიზეზი გქონდა რატო მოვიდა მასთან ერთად მეტი არაფერი არ თქვამს ალბათ გაათამაშა რომ ისა მეგობარიაო მაგრამ ამან იცის რომ ის ყოფილია მე უფრო სხვა ნაწილს ხედავ მან პრობლემად რა ის რომ ეს გოგო წერს რომ ეს ბიჭი პრობლემას ვერ ხედავს მაგაში ანუ ეს შენ შეიძლება მაგაში პრობლემას ვერ ხედავ მაგრამ შენი პარტნიორისთვის თუ რაღაცა მნიშვნელოვანია ან გაუგებარია ან ის არის მაშინ შენ თუნდა გაითვალისწინო ეს და თუნდაც ილაპარაკოთ ამაზე რომ ვთქვათ რატო ვერ დაინახე პრობლემა ან კარგი მე ვერ ვხედავ მაგრამ სხვა დროს არ მოვიქცეოდი ანუ უბრალოდ
უბრალოდ რასაც შენ იძახდი ახლა თქვა ყოფილისგან ესეც გასლაითინგის ის არის ალბათ რომ რაღაცა რა ხდება ანუ კაი რა რას ჭედავ ახლა თუ რაღაცა ესეთი რაღაცები ანუ აი ამას უფრო პრობლემად ხედავ რომ ვიღაცა გეუბნება რომ ეგ არ არის პრობლემა რაც შენთვის ის არის ძალიან ზუსტად აბსოლუტურად გეთანხმები თუ შენ ეუბნები შენ პარტნიორს რომ რამე არ მოგწონს რაღაცა თუნდაც ის რომ არაფერი არ არის თუ უყვარ ხარ ხო თუ უყვარ ხარ მაშინ ნუ უნდა გაითვალისწინოთ ხო აბა რა ამას თუ რაღაცა ისეთი არ არის ხა მე მაქვს მაგალითად მე მაქვს ძალიან უცნაური თიკები რომელიც მაგალითად მე არ მომწონს როცა ჩვენ საჭმელს დავასრულებთ და მე ხელსახოცი რო აქვს და მე ის ხელსახოცი უკვე რომ დავამთავრეთ ის ხელსახოც შენდებ თეფსზე რომელიც აი ის რაღაცა პატარა ცვენი რო არის და აი ესე შეეცად აი ძალიან არ მომწონს და თხოვე ჩემ მეუღლეს მის შემდეგ რაც გავიგე რომ ეს ამას ნუ რაღაც რომ ეს ძალიან მაღიზიანებს მე ვუთხარი რომ არ მაქვს მიზეზი არ მაქვს მიზეზი და მიზეზი ეშლო ხო ძალიან მიჭირს მიზეზი რატომ მე ეგ არ მომწონს ტრუსიკი ვიტრო მაგრამ რაღაც არ მომწონს თქვა რომ ოკეი აღარ გავაკეთებ და აღარ გავაკეთებ და ძალიან საყვარელი ჩვენ გვაქვს ესეთი რაღაცა რომ იმ კამერაში უნდა გაიხედო თქვა შენი სახელი და გვარი და თქვა რომ დღეს რჩები დაქალთან მაგრამ ზოგადად დაქალებთან ხო არა დაქალთან რჩები მაგრამ ხანდახან არის რომ ადამიანები იძახიან რომ დაქალთან რჩებიან მაგრამ სინამდვილეში სხვა რაღაცას აკეთებენ რის თქმაც არ უნდათ რას აკეთებენ მიხვდი No. იდეაში ეგაა დაქალთან რჩების მნიშვნელობა არის ეგეთი რომ აი დაქალთან რჩები მას სინამდვილეში რასაკეთებ და ეგრე თქვა ეხა რომ მე ვარ ანასტასია ბენგდუკიძე ვამბობ რომ რჩები დაქალთან მაგრამ რასაკეთებ სინამდვილეში გამარჯობაც უნდა თქვა არა გამარჯობას გარშე გამარჯობს აი ზასაყვარელი არის გამარჯობა რატო მოკლედ გამარჯობა მე ვარ ანასტასია ბენდოკიძე ვარ 25 წლის რას ვაკეთებ ჰოროსკოპით ფეხის ზომა სხვადასხვა ფეხის ზომა შემიცვალა გაგეზარდა ორსულობაში არა რაღაცნაირად შემიცვალა Okay, no. Okay. გამარჯობა არ მინდა მეთქვა და. თქვი, მიდი. ხო, კაი. გამარჯობა, ვარ ანასტასია ბენდოკიძე. დღეს ვეუბნები რომ დაქალთან რჩები, მაგრამ მივდივარ სასტუმროში მარტო და რჩები და დავაძინებ ძალიან თკბილად. და არავინ არ მეკითხება. დე, გაგამინდა. ან რამე სხვა. Wow. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი ჩვენთან ძალიან კარგი დრო გავატარეთ მაგრა გავერთე კარგი დარჩენა იყო აქედან ყველანი მივდივარ სასტუმროში რომ დავიძინოთ ჩვენი ოცნებები რა არის რომ ოღონდ დამაძინა ღმერთო და არაფერი არ მინდა თქვენს დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად გაატარეთ დრო თუ შეიძლება დაალაიქეთ ჩვენი გვერდი დაქალთან ინსტაგრამზე აგრეთვე ტიკტოკზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ძალიან მალე აი ამ გადაცემის ნახვა შეგეცნობათ YouTube-ზე 1 ოქტომბრიდან ყველა გთხოვდა და აი ახლა 1 ოქტომბრიდან ჯერ დასაწყის ეპიზოდები და მე ამ ეპიზოდსაც მოუწევს. დიდი მადლობა Coca-Cola Cherries რომ მოგვეცა საშუალება რომ უკაცრავად მე რომ მაქვს ალუბლები ღმერთო ალუბალი არა მარტო აწერი ალუბალი რამე უკაცრავად მაგრამ რამე უკეთესი ბრენდინგი ხო შეიძლება რა ყოფილიყო რამე ისა აი ეს იქნება ახლა ავტობუსებზე იქნება ეს Coca-Cola anyway მართლა ძალიან გემრიელი აღმოჩნდა ერთი კლიენტი მოგიყვანეთ ძალიან დიდი მადლობა რომ გიყურეთ და დროებით